სუფრა მოკეიფე დამთვალიერებლებითა და ეკრანიდან მოსაუბრე თამადით ართ ჯგუფმა სახელწოდებით ბულიონი ვენაში ავსტრიელებისთვის ქართული ტრადიციების გაცნობა საკმაოდ ორიგინალური ხერხით მოახერხა. აქ იყო ქართული კერძებით, სადღეგრძელოებით, ყანწებით და რაც თავარია ყოველასტუმარი კმაყოფილი დარჩა დავით აბრამიშვილის სიუჟეტი ნახოთ. რადგან ვენაში კეცი ვერ იშოვეს, სოკო ტაფაზე შეწვეს. ხაჭაპური კი მოცარელათი და ფესტატით დაამზადეს. ჭადის ფქვილი და ლობიო თბილისიდან სპეციალურად ჩამოიტანეს, რათა სუფრა ავსტრიის დედაქალაქში გაშლილიყო. სუფრა, სწორედ ასე ერქვა არტ ჯგუფ ბულიონის პერფორმანსს, რომელიც თეატრ გრუპის დარბაზში გაიშალა. სუფრაზე მოპატიჟებული ავსტრიელები კლასიკური სამუზეუმო სივრცის ნაცვლად ქართულ პურმანელზე აღმოჩნდნენ, რომელსაც 3 დღის მანძილზე ქართველი არტისტები ამზადებდნენ. სუფრაზე დასასწრების საკმაოდ ძვირი ბილეთები კი ვენაში რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. 2 დღეს საჭმელებს ვაკეთებ. აქ არის ქართული ისა ყველი. ხიგალი ჩაგვეშალა, იმიტომ რომ ქართული არ არის მხოლოდ. რაღაცა მოგვიტანეს, რაც არ მოიხარშა და ნახევარი გადავაგდეთ, ესე ვთქვათ. კიდე რა არის? საცივი გავაკეთე მე. ქართული ნიგვზით. სუნელები ჩამოვიტანეთ. ლობიო ჩამოვიტანეთ თბილისიდან, მოვხარშეთ წინა დღეს. და მეორე დღეს რაღაც მოვამზადეთ. თანადა ისევე როგორც სუფრაზე პერფორმანსის მთავარი მოქმედი გმირია. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მოქმედება თბილისში ხდება, ვენაში თუ ბუენოს-აირესში, სადღეგრძელოები დროსა და სივრცეში ნებისმიერ ქართულ სუფრაზე ერთი კლასიფიკაციით მიდის. საბოლოოდ შოუ შედგა და მე ვილოცავ ბულიონს. მათი მთავარი мотиваციაც სწორედ ეს იყო, რომ ამ პროცესში ჩავერთეთ ჩვენ, ანუ პუბლიკა. პერფორმანსი ცოტა უცნაური იყო. ყოველ წუთში ფეხზე წამოდგომა და გამუდმებით ჭიქების მიგაკუნება მიწევდა. თავდაპირველად ყურადღებას არ ვაქცევდით მონიტორზე გამოსახულ ადამიანს, თუმცა როდესაც დალევა დავიწყეთ, ყველამ ყურება დაუძღეთ იმ უცნაურ კაცს, რომელიც ფილოსოფიაზე, რელიგიაზე და ურთიერთობებზე საუბრობდა კეთლიდან და ჩვენც გვაიძულებდა იგივე გაგვემეორებინა, მაგრამ ეს პროცესი ბუნებრივად ხდებოდა. ლიდერი ანუ თამადა ყოველთვის მართალია, კანწითაც და უკანწოთ ფეხზე ადგომა აუცილებელია. საუბრის დაწყება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ლიდერი ანუ თამადა სადღეგრძელოებს ამთავრებს. უსმენთ და რიგრიგობით ვიმეორებთ. ლიდერისა და მასის ურთიერთობა, რომელიც ქართულ სუფრაზე ჩამოყალიბდა, ბულიონისთვის საინტერესო არტ აქციად იქცა. მე ვფიქრობ, რომ ამ ნამუშევრის კონცეფცია არის ის, რომ სწორედ ამ სადღეგრძელოებით გადასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ყავდა დაპატიჟებული, ის ინფორმაცია და ის ისტორია და ის ბექგრაუნდი, უცხოური სიტყვა, მაგრამ მაინც რაც აქვს ჩვენ ქვეყანას. ადამიანი რომელსაც ის სუფრაზე კი მთავარი ჩართულობაა. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თამადა მონიტორზეა თუ სუფრაზე ზის. ის არის მთავარი ადამიანი, რომელსაც ყოველდღე და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავიწერეს თბილისში და ვისხედით აბსოლუტურად ყველანი ამ სუფრაზე, მაგრამ ის ლაპარაკობდა ამ სივრცეზე, რაც აქ მოხდებოდა და ფაქტურად ივარაუდა, რაც შეიძლება ყოფილიყო აქ და ისაუბრა რამდენიმე რეალობაზე, რომელიც არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოკლედ იყო ძალიან ბევრი თემა წამოჭრილი ამ სადღეგრძელოებით და ეს სიტყვით ეს შეხებით იყო ჩვეულებრივი ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები, მაგრამ ამავე დროს ამ სადღეგრძელოებმა ძალიან ბევრი რამე დაანახა, მე ვფიქრობ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ მოწვეულები აქ. რომარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პერფორმანსის სახელწოდებით სუფრა ვენაში ვერ გაიშლებოდა. სწორედ სამინისტრო მითავა ქართველი თანამედროვე არტისტების პერფორმანსის მხარდაჭერა. აბსოლუტურ უმრავლესობა სუფრის იყვნენ ვენელები, ავსტრიელები იყვნენ, რომელმაც ისე აიტაცეს ეს ყველაფერი და სადღეგრძელოები მერე გადადიოდა ალავერდად სუფრის წევრებს, ანუ იგივე მაყურებლებს შორის. ეს არის ძალიან ორიგინალური წარმოდგენა და მე მიმაჩნია, რომ მართლაც ხელი უნდა შეუწყოთ ყველამ და ბევრმა უნდა ნახოს ეს. კურატორმა კატალინა ედუდიმ ბულიონის პერფორმანსი ვენეციის ბიენალეზე ნახა და ავსტრიაში მოპატიჟების იდეაც სწორედ მაშინ გაუჩნდა. მომავალში კი არტ ჯგუფი ბულიონი პერფორმანსს უკვე პრაღაში გამართავს.